მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვარ ირაკლი და ჩვენი დღევანდელი ლექცია შეეხება ალბათობის და სტატისტიკის საწყისებს. პირველ რიგში პატარა გამოკითხვასავით რო ჩავატაროთ, რამდენს გაგიკეთებიათ ალბათობის ამოცანა, ან სტატისტიკის ამოცანა. რამდენს გქონიათ შეხება? ოკეი. ხელსაწევრის მაგივრად პრინციპში შეგიძლიათ ემოჯიებიც გამოიყენოთ ხოლმე. ეგეთი ვარიანტიც გვაქვს. ჩვენიერი ხო, რაც მაქვს მე გეგმაში დღეს, ძირითადად არის, რომ გამოვიმუშაოთ ინტუიცია პირველ რიგში. რაღაცის დეტალებში ცოტა ღრმადად შევალთ, რაღაცებში არ შევალთ იმდენად ღრმად. მაგრამ მეტნაკლებად, რომ საფუძვლები გვესმოდეს ამ ყველაფრის არის გეგმა. უფრო დეტალურად რო გითხრათ, 4 თემად დავყავით დღევანდელი ლექცია. მე დავაექსერტებ მაგას. 4 თემად დავყავით დღევანდელი ლექცია. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ძალიან შესავალ განმარტებებზე და მივალთ ბაიესის თეორემამდე. მეორე ნაწილში განვიხილავთ უკვე შემთხვევით სიდიდეებს, სხვადასხვა სახის განაწილებებს და ამ განაწილებებთან დაკავშირებულ ფუნქციებს. მესამე ნაწილში განმარტავთ ისეთ მნიშვნელოვან ცნებებს, როგორიც არის მათემატიკური მოლოდინი, ვარიაცია, ნორმალური განაწილება და ასევე ცენტრალური ზღვაერთი თეორემა. და მეოთხე თემა გვექნება მაქსიმალური შესაძლებლობის შემფასებელი, რომ მხოლოდ ერთი თემა იქნება მეოთხე ნაწილში. გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცები დიდი იმედი მაქვს, რომ უცნობი იქნება თქვენთვის, ბუნებრივია, რომ დაბრუნებულობასაც გამოიწვევს. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ დამისვათ კითხვები, გამაწყვეტინოთ და თუ საჭირო იქნება, მე ძირითადად სლაიდები თუ არ წარმოდგენილი, მაგრამ თუ საჭირო იქნება, დაფაზეც რაღაცების გარჩევა შეგვეძლება. შევთანხმდით? თუ შევთანხმდით, მაშინ გადავიდეთ საწყის განმარტებებზე. რა არის ალბათობა? რა არის ალბათობა და მოდი განვიხილოთ ეგეთი რამე. გვაქვს მოვლენები, გვაქვს მოვლენათა სივრცე და მოვლენათა სივრცეში ცალკეული მოვლენები. და მოდი ავდგეთ და თითოეულ მოვლენას შევუსაბამოთ რაღაცა რიცხვი. სულ ეს არის. და პირველი აქსიომა რას გვეუბნება? პირველი აქსიომა გვეუბნება, რომ ეს რიცხვი, რომელსაც ესეთი შემოკლებით აღვნიშნავთ PR-ით, რადგან ალბათობა is probability, უნდა იყოს არაუარყოფითი რიცხვი. ანუ რაღაცის მოხდენის ალბათობა შეიძლება იყოს 0, ან რაღაც დადებითი სიდიდე. მეორე აქსიომა არის, რომ თუ განვიხილავთ თლიან მოვლენათა სივრცეს, თლიან ხდომილებათა სივრცეს ამ ალბათობის ჭრილში, მაშინ იმისი ალბათობა, რომ რაღაცა ხდება, რაღაც მოხდება ამ ხდომილებათა სივრციდან არის 1. ანუ ჯამური ალბათობა არის 1. შესაბამისად ის რიცხვები, რაც მივანიჭებთ ცალკეულ მოვლენებს, უნდა იკრებებოდეს 1-მდე. და მესამე აქსიომა, რომ ცალკეულ დამოუკიდებელ, ანუ თანაუკვეთ მოვლენებს თუ განვიხილავთ ამ მოვლენათა სივრცეში, იმისი ალბათობა, რომ ერთ-ერთი აქედან მოხდეს, ანუ ამათ გაერთიანებაში რო ჩავვარდეთ, ამისი ალბათობა იგივეა, რაც ცალკეული ალბათობების ჯამი. გონია, რომ საკმაოდ ინტუიციური რაღაცებია და კარგად შეიძლება ამის გააზრება, თუ შევხედავთ იმ დიაგრამას, სადაც სიმრავლეების სახით არის მოცემული ეს ხდომილებები, რომელსაც ინგლისურად event-ებს ეძახიან და ხდომილებათა სივრცე არის S-ი დიაგრამაზე, რომელსაც event space ეძახიან. რომ გადავიდეთ უფრო კონკრეტულ პატარა შედეგებზე, რაც ამ აქსიომებიდან გამომდინარეობს,
აქსიომა იყო, რომ უსასრულო თანაუკვეთი სიმრავლეების გაერთიანებისთვის ვიცოდით, რომ მათი ჯამის, მათი გაერთიანების ალბათობა იყო მათი ალბათობების ჯამის ტოლი. თუმცა თუ მათ შორის უსასრულო სადღესთან დაწყებული თუ ავიღებთ ნულოვან ხდომილებებს, მაშინ გვექნება, რომ სასრულზეც ეს წესი ვალიდურია. ასევე მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, რომ რაღაცის მოხდენის ალბათობა იგივეა, რაც ერთს გამოკლებული ამ რაღაცის გარდა დანარჩენი ყველაფრის მოხდენის ალბათობა. ასევე თუ რაღაც მოვლენათა ჯგუფი არის ქვესიმრავლე, სხვა მოვლენათა ჯგუფის, მაშინ მათთან დაკავშირებული ალბათობა ნაკლებიან ტოლი იქნება მეორე ჯგუფთან დაკავშირებულ ალბათობაზე. და ბოლო მარტივი წესი, რაც აქედან გამომდინარეობს, კიდევ გვაქვს, რომ ორი სიმრავლის გაერთიანების ალბათობა იგივეა, რაც ერთი სიმრავლის ალბათობა, დამატებული მეორე სიმრავლის ალბათობა და გამოკლებული მას თანაკვეთის ალბათობა, იმიტომ რომ ეს თანაკვეთა ორჯერ გვექნებოდა ჩათვლილი. საკმაოდ მარტივი ინტუიციური რაღაცები არის, თუ შევხედავთ სიმრავლეების პერსპექტივით. და თან ეს განმარტებები ჯერჯერობით არის ძალიან ზოგადი. და იმდენად ზოგადია, რომ რაც კი არ უნდა შეგხვდეთ ალბათური პროცესი ყველას მიესადაგება. გინდა იყოს ეს, თქვათ, კამათლის გაგორება, გინდა იყოს ეს რაიმე უწყვეტი განაწილებიდან შემთხვევით რიცხვის შერჩევა, ან მაგალითად შემთხვევით გამრველს რო კითხოთ რა სიმაღლეს არის ეს ადამიანი, ესეც იქნება რაღაც შემთხვევითი სიდიდე, ხო? ასევე შემთხვევით სიდიდეზე რომ ვთქვათ მეტი ჯერჯერობით, თუნდაც შეგვიძლია განვიხილოთ ისეთი მოვლენები, როგორი ამინდი იქნება ხვალ. ესეც რაღაც ალბათური მოდელია, ხო? რაღაც ალბათობით იწვევს, რაღაც ალბათობით იქნება და ასე შემდეგ. კარგი, მოდი უცებ პატარა კითხვას დაგისვამთ იქიდან გამომდინარე, რაც ვისაუბრე ჯერჯერობით. ვთქვათ, რაღაც ხდომილების ალბათობა არის ნულის ტოლი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს მოვლენა არასდროს არ მოხდება. ეგეც სერათითი ასწიოთ ან დასწიოთ მაგალითად. გაქვთ რამე ინტუიციური აზრი? ოკეი. სინამდვილეში პასუხი არის არა, იმიტომ რომ თუ განვიხილავთ მაგალითად ერთეულოვან კვადრატში წერტილის შერჩევას. ერთეულოვან კვადრატში არის უთვლადი რაოდენობის წერტილი და ერთი წერტილის პროპორცია უთვლად რაოდენობის წერტილთან არის ნულის ტოლი. მაგრამ რეალურად სადღაც რომელიღაცა წერტილს მოვარტყავ, ხო? ამიტომ ეს უბრალოდ პატარა ყურადღება რო გაგიმახვილოთ პატარა დეტალზე, რომ ნული ალბათობა არ ნიშნავს, რომ რაღაცა არ ხდება. მოდი გავგვაჯიშოთ კიდევ ცოტა მეტი და ნახოთ ესეთი ამოცანა. თქვათ, ვაგორებთ ორსალ სამართლიან კამათელს. რა არის ალბათობა, რომ პირველი კითხვა არის, მოსული რიცხვების ჯამი იქნება კენტი, მეორე კითხვა არის, რომ მოსული რიცხვების ჯამი იქნება 7-ის ტოლი. თუ გინდათ პირველ კითხვაზე მიპასუხეთ და მეორე კითხვაზე პასუხს გამოვითვლი. რომ პირველ კითხვაზე პასუხი მეტად უფრო ინტუიციურია. რომ გვაქვს ორი ვარიანტი, ხო, პრინციპში. პირველ კითხვაზე თუ ვსაუბრობთ. ამ რიცხვების ჯამი იქნება ან კენტი, ან ლუძი. და თუ დააკვირდებით კამათლის ბუნებას, ერთი მეორედი არის კითხვის პასუხი და მეორეზე 1/6. შორს. ორია. მადლობა. პირველ კითხვაზე პასუხი გვექნება 1/2, უბრალოდ სიმეტრიის გამო, იმიტომ რომ ჩვეულებრივ კამათელზე
ან 6 წახნაგი გვაქვს 3 კენტი, 3 ლუწი თითო კამათელზე, იმათი ჯამების კომბინაციების კენტლუწობაც შესაბამისად სიმეტრიული გამოდის. მეორე შემთხვევაში კი შეგვიძლია დავთვალოთ შემდეგნაირად. აი 10 რასაც აღნიშნავდეთ წინა სლაიდებზე, ანუ ჩვენთვის ხელსაყრელი მოვლენები ეგენი იქნება 6 ვარიანტი და მაგას მოგცემს ტყუილები 1 6 2 5 3 4 ან ამ შემდეგ. და სულ არის 6x6 36 კომბინაცია, რაც შეიძლება კამათელზე ამოგვივდეს. რაც შეესაბამება ეს წინა სლაიდებზე. შესაბამისად, ამათი შეფარდება მარტივად იქნება ეს პროპორცია, რითიც გენერირდება ჯამში 7. ნუ აქ რა თქმა უნდა დაშვება იყო ის, რომ კამათელი არის სამართლიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული რიცხვის ამოსვლა არის თანაბარ ალბათური. მოდი გადავიდეთ პატარა ესეთ დაკვირვებაზე. თუ A და B დამოუკიდებელი ხდომილებებია, მაშინ იმისი ალბათობა, რომ A-ც და B-ც ერთდროულად მოხდეს, ეს იქნება იმის თვალი, რომ A დარეალიზდეს, ამისი ალბათობა გამრავლებული B-რო დარეალიზდეს ამის ალბათობაზე. რის საილუსტრაციოდაც შეგვიძლია გამოვიყენოთ აი მარჯვნივ დიაგრამა, რომ წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად ერთი კამათელი გავაგორე და ამ დროს რაღაც რეალობა გაიყო. და ორივე რეალობაში მეორე კამათელი კიდევ უნდა გავაგორო. ერთ რეალობაში ნუ კამათელი ცოტა ვარიანტია ამ დიაგრამასთან მიმართებად, მაგრამ ერთ განტოტვაში მაგალითად რაღაც x1 ნიშნულობა დაგენერირდა, მეორე განტოტვაში x2 ნიშნულობა. და ამის შემდეგი განტოტვები რაც მოხდება, ისინი დამოუკიდებელია იმისგან, რა მოხდა მანამდე. ანუ წინა თოდნა არა აქვს, ხო? მეორე კამათელმა არ იცის პირველ კამათელზე რა გაგორდა. შესაბამისად, აქ უბრალოდ დათვლითაც კი ჩანს ეს ინტუიცია, რაც დევს ამ წესის მიღმა. მაგალითად, რო განვიხილოთ, თუ პირველ კამათელზე რომ მოვიდეს ლუწი და მეორე კამათელზე მოვიდეს ორიანი, ამისი ალბათობა იქნება, ცალსაკერო დამეთვალა ეს ალბათობები და გადამიმროვლებინა ერთმანეთზე. და საინტერესო რაღაც არის ის, რომ მე კი ვიძახი, რომ მაგალითად ორი კამათელი რო გავაგორო, მაგრამ რეალურად ერთი კამათელი რო გავაგორო ორჯერ იმ დაშვებით, რომ ეს სამართლიანი კამათელია. პრინციპში ესენიც დამოუკიდებელი ხდომილებებია, ხო? არ არის აუცილებელი, რომ თვითონ ეს ობიექტები იყვნენ დამოუკიდებლები. აბა ნახოთ ესეთი საინტერესო ამოცანა ამასობაში, რომელსაც დაბადების დღის პარადოქსს ეძახიან. ოთახში ყავს კაცალი ადამიანი და გვაინტერესებს რა არის ალბათობა, რომ რომელიმე ორი ერთსა და იმავე დღეს არის დაბადებული. და უფრო რომ დავაკორექტიროთ კითხვა, რასაც გისვამთ, რეალურად ეგ კი არ გვაინტერესებს, ეგ ალბათობა გვაინტერესებს მინიმუმ რამდენი ადამიანია საჭირო იმისთვის, რომ ეს ალბათობა იყოს 50%-ზე მეტი. ანუ უფრო მოსალოდნელი იყოს ესეთი რაღაცის მოხდენა, ვიდრე არამოსალოდნელი. აქ ფორმულების გამოყვანას არ გთხოვთ, აქ მინდა რომ თქვენი ინტუიცია მითხრათ, ისმენ გიგი? ანუ ორი ადამიანი რო ყავდეს, შესაძლო ვარიანტი იქნება, რომ ან ერთ დღეს აქვს დაბადების დღე და ან არა. და ანუ რაც უფრო გავზრდ ადამიანების რაოდენობას, შესაძლო ვარიანტებიც გაიზრდება. ორი ადამიანი იქნება, მეგონი, კარგი ვარიანტი. მეგონი ცოტა კარგად ვერ ჩამოვაყალიბე ამოცანის პირობა. აი ნახე როგორი რაღაც არის, ორი ადამიანი თუ ყავს, ხო არც ისე მაღალია შანსი რომ ამ ორს ერთ და იგივე დღეს აქვს დაბადების დღე, მაგრამ თუ მყავს მაგალითად 365 ადამიანი, ну თქვა 365 ავიღოთ ამ შემთხვევაში, არაფერს არ ვერჩი 29 დაბადებულ ადამიანებს პირიქით. უბრალოდ შემდეგი სლაიდი მაქვს ასეთი გამზადებული. ხო, რო წარმოვიდგინოთ 365 ადამიანი, მაშინ გარანტირებულად 366 ხო, პლუს 1. გარანტირებულად გვეცოდინება, რომ რომელიღაც ორს ერთ დღეს აქვს დაბადების დღე, ხო? სადღაცა შუაში რაღაცა რაოდენობის ადამიანებისთვის უფრო მეტი არის ალბათობა, რომ რომელიღაცა ორს ერთ დღეს აქვს დაბადების დღე, ვიდრე არ აქვს. ესე ცოტა შეიძლება უფრო მეტად გასაგები არის. რამე რიცხვი
დამიწერეთ, არ ვიცი. აქ არავინ ვის არ განეკითხავს, პირიქით პარადოქსი ქვია ამ სლაიდს შესაბამისად თუ აცდით, ეს ლოგიკური იქნება. ოკეი, არავის არ უნდა გამოცნობა როგორც ჩანს. ხო, ну ალბათ უმეტესობა ადამიანი იყო და საკმაოდ დიდ რიცხვს, მაგალითად 100 ან რაღაც მსგავს. თუმცა ნახავთ, რომ ბევრად ნაკლები 23-ია? 23 არის წესით, როგორც მახსოვს, კი. ხო არ გინდა გითხრა, როგორ მიხვედი მაგ პასუხამდე? ანუ დაახლოებით მივხვდი, მაგრამ 192 მივიღე თავიდან, მაგრამ რა ბევრია. ხო. აი მოდი ვნახოთ, საიდან მოდის 23. მოდი ფორმალიზება გავუკეთოთ ცოტა ამ ამოცანას. ხო, რომ ჩვენი ხდომილება, ანუ ეს მოვლენა, რასაც ვაგვირდებით, არის, რომ რომელიმე ორი ადამიანის დაბადების დღე ემთხვევა. და გვინდა რომ ამის ალბათობა იყოს 0.5-ზე მეტი. და მოდი იმის მაგივრად, რომ ეს გამოვთვალოთ პირდაპირ, გამოვთვალოთ ამის საწინააღმდეგო რაღაც. იმიტომ რომ უბრალოდ უფრო მარტივია ამის გამოთვლა. რომ განვიხილოთ ესეთი ხდომილება, რომ არავის დაბადების დღე არ ემთხვევა ერთმანეთს. რას ნიშნავს ეს? პირველ ადამიანს წარმოვიდგინოთ, რომ გამოკითხვას ვატარებთ ამ ადამიანებში და ყველა გვეუბნება თავის დაბადების დღეს. პირველ ადამიანს შეუძლია 365 დღე თქვას 365-დან ისე რომ არ გააფუჭოს, ხო? ეს ჩვენთვის ხელსაყრელი მოვლენები. ჩვენთვის ხელსაყრელი სიტუაცია. მეორე გამოკითხულს უკვე ერთის ნაკლები ვარიანტი აქვს, იმიტომ რომ იმის პირველს არ უნდა დაემთხვეს. მესამე ადამიანი არ უნდა დაემთხვეს წინა ორს და ასე შემდეგ. ანუ გვექნება ესეთი ნამრავლი იმ პას მიმართ რამდენი ადამიანიც არის ოთახში, ხო? და გვაინტერესებს მინიმალური კა, ისეთი რომ აი ეს ნამრავლი ახლა უკვე ნაკლებია 0.5-ზე, იმიტომ რომ ამის საწინააღმდეგო ალბათობა უნდა იყოს 0.5-ზე მეტი. და უბრალოდ თუ გამოვწერთ რაღაც ნიშნულობებს, ნახავთ რომ 23-ზე უკვე აჭარბებს. რაც, ну, არ ვიცი, კი არ დამიწერეთ ჩატში, მაგრამ თქვენთვის მაინც მოიფიქრეთ რაღაცა რიცხვი, რომ აი რა დროს მოხდება ესეთი ამბავიო, ხო და არ მგონია, რომ ესეთი დაბალი რიცხვი ინტუიციურად გეთქვას. თუმცა, ну, საინტერესო რაღაც არის. თუნდაც იმ მხრივ, რომ რეალურად რო შეხედოთ ამ ადამიანებს კი არ ვუყურებთ, ჩვენ ვუყურებთ ამ ადამიანებს შორის კავშირებს, რაც და უფრო დიდი რაღაც არის. კი ბატონო. რამე კითხვები ხო არ არის ამასობაში? იმიტომ რომ შეგახსენებთ რომ არ დაიტოვოთ კითხვები. რაც მალე ჩამეძიებით და რაც მალე გავიგებთ რაღაცებს, მით უკეთეს. კარგი ბატონო. გადავიდეთ ესეთ პატარა ახალ განმარტებაზე. პირობითი ალბათობა. როგორ შეიცვლება რაღაც აღხდომილების ალბათობა, თუ გავიგებთ, რომ რაღაც ბეხდომილება რეალიზდა. და საუბარი არის ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პრინციპში ადაბეს რაღაც კავშირი აქვს. იმიტომ რომ ადაბეს თუ კავშირი არ აქვს, ამ კითხვას ცოტა მნიშვნელობა ეკარგება, ხო? თუმცა მაგ დეტალზეც გაგიმახვილებთ კიდევ ერთხელ ყურადღებას. მოკლედ, გვაქვს ესეთი რაღაცა, ვიცით რომ მე მოხდა, ანუ ვართ იმ ნაცრისფერ არეში, ვიცით რომ მე მოხდა და ამ მოცემულობით რა არის ალბათობა რომ აც მოხდა. და ეს განიმარტება მარცხნივ არის უბრალოდ ეს სიმბოლო, რაც ნიშნავს რომ 100 მოხდენის ალბათობა b პირობით, რაც გამოიხატება ფორმულით, როგორც ადაბერო ერთდროულად ხდება, ამის შეფარდება b-რო ხდება მხოლოდ. ხო, იმიტომ რომ რეალურად ესი რაც გვაქვს სივრცე, რომელზეც ოპერირებდით აქამდე, ეს დავიწროვდა ახლა b-მდე. და შესაბამისად
100 მხოლოდ ის ნაწილი გვაწყობს, რომელიც A და B-ს თანაკვეთაშია. ეს განმარტება, რა თქმა უნდა, მოქმედებს, როცა B მეტია 0-ზე, იმიტომ რომ თუ B არასდროს არ ხდება, მაგ კითხვასაც აზრი არ აქვს. და ეგან რასაც ვამბობდი, იმ შემთხვევაში თუ A და B-ს არ აქვს თანაკვეთა, აქ ეს თვითონ დავფიქრდე. სადაც მოდი, მაგას მე დავუბრუნდები და მაგასობაში ერთი ესეთი ამოცანა გავაკეთოთ. ორ კამათელზე გაგორებული რიცხვების ჯამი, აღნიშნოთ ტეთი, ვთქვათ, ეს რიცხვების ჯამი არის კენტი. რა არის ალბათობა, რომ ეს ჯამი, იგივე შემთხვევით სიდიდე, არის ნაკლები 8-ზე. და გვაქვს ეს ფორმულა, რომელიც წეგან ვახსენეთ. მოდი სადოთ რომ A და B რა არის, ამას რომ დავარქვათ სახელები პირველ რიგში. ანუ პირობა გავიაზროთ, ხო? A შეგვიძლია იყოს E ნაკლები 8-ზე, ესეთი მოვლენა და B იყოს T კენტია. და ნუ ეს მიმდევრობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ინფორმაცია გვაქვს B-ს შესახებ, ვიცით რომ ეს მოხდა, ვიცით რომ ამ გაგორებული რიცხვების ჯამი კენტია და გვაინტერესებს A-სთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაციის გაგება, ხო? როგორ გამოვთვლით ამას? A და B-ს როდის ხდება? რა არის ალბათობა იმისა, რომ A და B ერთდროულად ხდება? მათი ალბათობების ნამა. მათი ალბათობების ნამრავლი. მაგრამ აი, ხო, ეგ მთლად ეგრე არ არის, იმიტომ რომ ეგ წესი, ხო, მაგას ვამბობდი წეგან და გამეფანტა გონება. ეგ წესი არის დამოუკიდებელი ალბათობებისთვის, მაგრამ ეს ორი რაღაცა მთლად დამოუკიდებელი არ არის. იმიტომ რომ ის კი არ არის, რომ ორი კამათელი გავაგორე და მათზე რიცხვების ჯამი დავთვალე და კენტი იყო და მერე სხვა ორი კამათელი გავაგორე, ან ეს ორი კამათელი გავაგორე თავიდან და იმათ უყურებ. ეს არის ერთ და იგივე მოვლენაზე დაკვირვება. ანუ A და B მთლად დამოუკიდებელი შემთხვევები არ არის. და რას ვამბობდი წეგან? წეგან ვამბობდი იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ A და B თუ თანაუკვეთია, დამოუკიდებლებია, მაშინ უბრალოდ ამ პირობით ალბათობას არ აქვს არანაირი განსხვავება, უბრალოდ რომ A-ზე ალბათობა რომ მეკითხა. ხო? ანუ თუ ეს ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, მე ხო არანაირი ინფორმაციას არ მაძლევს ერთი მოვლენა მოხდა თუ არა მეორეზე. ამიტომ უბრალოდ ეს ფორმულა, რაც გვიწერია, იქნებოდა რომ A-ს ალბათობა არის A და B-ს ალბათობა გაყოფილი B-ს ალბათობაზე. ხო, რაღაც ეგეთი. რაც ნუ ისედაც ვიცით, რომ ეგრეა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია A და B-s ალბათობა გამოვთვალოთ ასე. როგორც გამოვთვალეთ წეგან, რომ ორ კამათელზე ჯამში 7-იანი რო ამოსულიყო, ვთქვით რომ 1/6-ი იქნებოდა ამის შანსი, ხო? და ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავფიქრდეთ, როგორი წყვილები მაძლევს თან ჯამში კენტს და თან ისე რომ ეს ჯამი ნაკლებია 8-ზე. ეს წყვილები არის ერთიანი და ორიანი, რომელიც შეიძლება ორნაირად მოვიდეს კამათაზე, ხო, ერთიანი და ორიანი, ან ორიანი და ერთიანი. ეს არის თუ ჯამში მოვიდა 3. ჯამში თუ მოვიდა 5-იანი, ამის მიღება შემიძლია როგორც ერთიანი, 4-იანი, 4-იანი, ერთიანი, ან ორიანი, 3-იანი, 3-იანი, ორიანი. და ასე შემდეგ, უბრალოდ ესე იგი ჯამში შეიძლება გქონდეს 3, 5, ან 7. ეს უბრალოდ ძალიან დეტალებში შესვლა არ მინდა ამ მაგალითზე, მაგრამ ესე დავითვლით ალბათობას, რომ რა არის ალბათობა, რომ A და B ერთდროულად მოხდეს და
იმისი ალბათობა, რომ ტეკენტია, ეს ერთ-ერთი წინა ამოცანა იყო და ვიცით, რომ ერთი მეორედია, ხო? შესაბამისად, ამ პირობითი ალბათობის ფორმულიდან გვექნება, რომ ალბათობა, რომ ეს ჯამი ნაკლებია 8-ზე, თუ ვიცით, რომ ეს ჯამი კენტია, იქნება 2/3. იმიტომ რომ ამ ორ სიდიდეს გავყოფთ ერთმანეთზე. და ამის თქმა მინდოდა, ხა უფრო უკეთ ვიტყვი. სანამ ამაზე გადავალ, იმ ამოცანასთან რამე კითხვა ხო არა გაქვთ? ოკეი. ხო, დამოუკიდებელი ხდომილებებისთვის ვიცოდით, რომ A-ს ერთდროულად მოხდენის ალბათობა არის A-ს ალბათობა გამოვლებული B-ს ალბათობაზე. ხოლო დამოუკიდებელი ხდომილებებისთვის, იმ შემთხვევაში თუ B მეტია 0-ზე, გვაქვს უკვე A-ს ალბათობის მაგივრად A-ს ალბათობა B-ს პირობით. ესეთი განმარტება. კიდევ ერთი მარტივი წესი ამასობაში. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ჩვენი ხდომილებათა სივრცე არის რაღაცნაირად დაჭრილი, დაყოფილი თანაუკვეთ ზონებად. მაშინ ჭეშმარიტია ასეთი რამ, რომ A-ს ალბათობა შეგვიძლია გამოვთვალოთ, თუ ვნახავთ მის პირობით ალბათობებს თითოეულ ამ განაყოფში და შევკრიბავთ. მაგალითად, პირველი წევრი იქნებოდა B1-ის ალბათობა გამრავლებული A-ს ალბათობა B1 პირობით, ხო? რომელიც მოიცავდა მარცხენა ნაცრისფრად დაშტრიხულ არეს. და შემდეგ ეს არეები შეიკრიბება. ეს არის და ეს. და რეალურად ეს რამდენიმე ფორმულა ახლა ახსენეთ, იმიტომ რომ მივადექით უკვე პირველ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ ესეთი ამოცანის მაგალითზე. წარმოვიდგინოთ ლაბორატორია, რომელიც ატარებს ტესტს 90%-იანი სანდოობით. რაც უფრო დეტალურად ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი ავადაა, ტესტი 90% ალბათობით ამბობს, რომ ავად არის ეს ადამიანი. ხოლო თუ ჯანმრთელი ადამიანი, ტესტი 10% ალბათობით ამბობს, რომ ავადაა. ასევე ვიცით, რომ დაავადება სჭირს 10,000-დან 1 ადამიანს. გავიკეთეთ ტესტი, რომელმაც გვითხრა, რომ ავად ვართ. რა არის ალბათობა, რომ მართლა ავად ვართ? გამომდინარე იქიდან თუ რა სიხშირით ემართებათ ეს დაავადება ადამიანებს ზოგადად და გამომდინარე იქიდან თუ როგორ მუშაობს ეს ტესტი. აქაც სანამ დეტალურად გამოთვლებზე გადავალთ და მანამდე კიდევ რაღაც ის დაპირებული თეორია უნდა აგიხსნათ, რა იქნებოდა თქვენი ინტუიცია ასეთ შემთხვევაში? რომ თქვათ გაიგეთეთ ტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ ავად ხართ და როგორ ფიქრობთ, ამდენად ცუდადაა საქმე? ამ რიცხვს თუ დამიწერთ, კარგი იქნება. ოკეი, თქვენ შეგიძლიათ ცოტა ხანი კიდევ ვიფიქროთ. მაგასობაში მივადექით ბაიესის თეორემას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. თქვათ B1, B2, შემდეგ BK წარმოადგენს ხდომილებათა ეს სივრცის დაყოფას, რაც თითოეული ეს დანაყოფი არის. დანაყოფისთვის ალბათობა არის 0-ზე მეტი. და თუ განვიხილავთ ისეთ ხდომილებას, რომლის ალბათობაც დამოუკიდებლად არის 0-ზე მეტი, მაშინ აი ესეთი ნებისმიერი B-ისთვის სამართლიანი იქნება პირველი ფორმულა, რაც გვაქვს მოცემული სლაიდზე. რაც
ნიშნავს როგორ რაღაცას. ნახეთ. მაქამდე ხო ჩვენ საუბრობდით A მოვლენაზე იმ შემთხვევაში თუ B დაგენერირდა, მაგრამ აქ უკვე შეიცვალა ასე ვთქვათ როლები და საუბრობთ თითოეულ ბეიურზე იმ შემთხვევაში თუ A ვიცით. და ეს ფორმულა გამომდინარეობს პირდაპირ ჯერ პირობითი ალბათობის ფორმულას თუ გაიხსენებთ და შემდეგ უკვე ჯამური ალბათობის ფორმულას თუ ჩაანაცვლებთ ნიშნელში. მივიღებთ უბრალოდ იმ ფორმულას, რაც ზემოთ წერია. ანუ ახალი არაფერი არ გვითქვამთ, შეიძლება ცოტა მახინჯი ფორმულა არის. მაგრამ დავაზუსტებ. ეს აჯამვის სიგმა სიმბოლო ყველასთვის ნაცნობია? თუ არ არის ნაცნობი, ხო. უბრალოდ ეს დიდი სიგმა ნიშნავს ჯამს. ჟიუდრის 1-დან კ-მდე. ანუ ყველა ეგეთი წევრი რო შეკრიბო. აი, რაღაც პასუხი შემოსულა ამასობაში მიჩი. 0.09, 0.0001, 0. ბევრი 0 და 1-იანი. ეგ დაახლოებით არის ტესტი რომც არ გამეკეთებინა, რაც იქნებოდა ჩემი ვარაუდი არა? 1 გაყოფილი თუ ეს 1 გაყოფილი 100,000-ია საერთოდ კიდევ უფრო ნაკლები. ეს ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ზოგადად 10,000 კაცი ერთ თუ ჭირს და მე ტესტი გავუკეთებ, ჭირსო მითხრა. რომ მეგონოს რომ უფრო ნაკლებია შანსი რომ ჭირდეს. ცოტა ნაკლებად დავარაუდოა. 0.09 არის 9%, ხო? ნუ ეს შესაძლოა ინტუიციურია. შეიძლება საერთოდ გეთქვათ რომ 90%-ში ავად ვართ. კიდევ ერთი პასუხია 0.0009. რაც კიდევ უფრო ახლოს არის სიმართლესთან. მოდი აი ამ ბაიესის თეორემის გამოყენებით ნახოთ როგორ შეგვიძლია დასულ ამოცანაზე პასუხის გაცემა. ეს გავიმეოროთ პირობა და წარმოვიდგინოთ ესე იგი გვაქვს რაც იყო წინა ფორმულა მდგომარეობდა შემდეგში რომ ყოფდით სივრცეს რამდენიმე ნაწილად და იმაში ვუყურებდით რაღაც A ხდომილებას, ხო? აქ შეგვიძლია ეს სივრცე დავყოთ ორ ნაწილად და შევხედოთ რაღაც მოვლენას. კონკრეტულად B1 დანაყოფი იყოს მართლა ვარიანტი, სადაც მართლა ავად ვართ, B2 დანაყოფი იყოს, სადაც ჯამრთელი ვართ. A იყოს მოვლენა ასე ვთქვათ ტესტი, რომელიც ამბობს რომ ავად ვართ. B1 და B2 არ არის რაღაც ალბათური მომენტები, ანუ ალბათობა შემოდის ტესტის გაკეთების დროს. თორე რეალურად მე ან მართლა ვარ ავად, ან არ ვარ ავად, ხო? ანუ ეგ არის რაღაც ჭეშმარიტება, რომელიც უბრალოდ დამალულია ჩვენთვის და ჩვენ გვინდა ის გამოვიცნოთ. შესაბამისად, თუ B1 და B2 სოლში ამ სიდიდეებს განვიხილავთ 100 სოლშიც კი ტესტს, შეგვეძლება უკვე რაღაც დათვლების განხორციელებაც. ხო, პირველ რიგში რა ვიცოდით პირობიდან? პირობიდან ვიცოდით, რომ თუ ადამიანი ავად არის, 90% შემთხვევაში ტესტი ამბობს, რომ ავად არის. ანუ თუ B1-ის პირობით 100 ალბათობა არის 0.9. ასევე ვიცოდით, რომ თუ ადამიანი ჯამრთელია, მაშინ ტესტი 10% შემთხვევაში იძახის, რომ ავად არისო, მაინც ეშლება ტესტს. ესეთ შემთხვევაში ეს როგორ ვთარგმნოთ მათემატიკის ენაზე? ეს შეგვიძლია ვთარგმნოთ, რომ ალბათობა 100 ალბათობა B2-ის პირობით არის 0.1. და ასევე ვიცით, რომ დაავადებას ჭირს 10,000-დან ერთ ადამიანს, ერთით შეგვიძლია ჩვენი რაღაც საწყისი შეფასება გქონდეს B1-ის და B2-ის განაწილების, ანუ ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რეალურად B1-ში ვართ თუ B2-ში, ხო?
საწყის სურო ტესტი არ გამეკეთებინა, ვიტყოდით, რომ ალბათ 1-10,000-თან არის შანსი, რომ B1-ში ვართ და დანარჩენი არის შანსი, რომ B2-ში ვართ, ხო? აი რაღაცნაირად ეს ტესტის გაკეთების შემდეგ ეს ჩვენი წინასწარი ინტუიცია უნდა დავაკორექტიროთ. გვაქვს რა ალბათობა ამოცანა იყო რას გვიკითხებოდა ამოცანა. გავიკეთეთ ტესტი და ტესტი დადებითია, ანუ A და რეალის და რა არის ალბათობა, რომ მართლა ავად ვართ. ანუ რა არის B1-ის ალბათობა 100 პირობით. შესაბამისად, თუ გამოვიყენებთ უბრალოდ ფორმულას, აქ ყველაფერი დათვლილი გვაქვს და მივიღებთ, რომ პასუხი არის 0.00 მე რევა ნოლებისათვის 0.0009. კი ბატონო, რაც გამოდის 0.9%, ხო? აქცე მაღალია რა. რაც იმაზე 9-ჯერ მაღალი კი არის, ვიდრე თავიდან გვეგონა, მაგრამ ამ თავიდან ცოდნამაც რაღაც გავლენა შეიტანა განახლებულ ცოდნაში, ხო? და აქ საინტერესო რა არის? საინტერესო არის ის, რომ ესეთ რომ გაგიპიაროთ ვიღაცამ ეს ტესტი, რომ 90% შემთხვევაში სწორია და გაიკეთე და გიგდო რომ ავათხარ, შეიძლება იფიქრო, რომ 90%-ით ავათხარ, რაც ძალიან აცდენილი იქნებოდა რეალობას. კარგი. ამით პირველ თემას პრინციპში მოვჭით და გადავდივართ ახალი განმარტებების ახსნაზე, ამიტომ უნდა გკითხოთ რა იყო გაუგებარი, რა იყო ახალი, რამ გაგიჩინეთ კითხვები. ოკეი. ან ყველაფერი გასაგებია, ან ბევრი რაღაცა არ არის გასაგები. მას ვერ გამოვიცნობ. მაგრამ განვაგრძოთ, დავუშვათ, რომ ბედნიერი სცენარია. კარგი. აქამდე ჩვენ ვლაპარაკობდით ცოტა ადამიანური ენის დონეზე. ანუ სიტყვებით, რომ რა არის ალბათობა, რომ ხვალ იქნება წვიმა. ან რა არის ალბათობა, რომ გავაგორებ ორცალ კამათელს და ორივეზე დაждდება ლუწი რიცხვი. ან რაღაც ესეც. მაგრამ მათემატიკას უყვარს რაღაცების უფრო ფორმალიზება. ამიტომ მოდი განვიხილოთ შემდეგნაირი რამე. ამ ჩვენს ხდომილებათა სივრცეზე, რომ განსაზღვროთ რაღაც ნამდვილ ფუნქცია ნამდვილი რიცხვითი მნიშვნელობებით. და ამას დავარქვათ შემთხვევითი სიდიდე. ანუ მაგალითად, თუ ხდომილება გქონდა მონეტაზე დაჯდა გერბი, რასაც ცოტა რთულად ვთარგმნი რიცხვებში, თუ ავიღებ ესეთ შემთხვევით სიდიდეს მაგალითად, რაც პირდაპირ არ შეესაბამება, მაგრამ შეგვიძლია პარალელის გავლება მაინც, რომ თქვათ x-ი იყოს ესეთი შემთხვევითი სიდიდე, რაც არის 10 აგდებაში, 10-ჯერ მონეტის აგდებაში გერბების რაოდენობა. ეს უკვე რაღაც კონკრეტული რიცხვია, ხო? და ამაზე შემიძლია რაღაც მშენებლობების ჩატარება. ასევე როგორც x-ი განვარტეთ, შეგვიძლია განვარტოთ ამ შემთხვევაში y-ი, რომელიც იქნება საფასურების რაოდენობა, იქნება 10 - x-ი. ხო, უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც უფრო ვიწრო სიმრავლეზე დავდეთ ამ ხდომილებების. ისეთ ხდომილებებზე, რომლების შედეგის რიცხვებში თარგმნაც შეგვიძლია. შემთხვევითი სიდიდეები გავიგეთ. რა არის შემთხვევითი სიდიდის განაწილება? აქ ფორმალური განმარტებაც მოვიტანე აქ, რომელიც ქართულად მაინც და მაინც კარგად ვერ ვთარგმნე. თუმცა ჩემი სიტყვებით ვესტები გადმოგცეთ. აი რომ წარმოვიდგინოთ ეგ ჩვენი შემთხვევითი სიდიდე და ამ შემთხვევითი სიდიდის თითოეული მნიშვნელობისთვის. მე რომ დავთვალო რა არის ამ მნიშვნელობაში მოხვედრის ალბათობა.
აი ეს იქნება ჩემი შემთხვევითი სიდიდის განაწილება. ანუ რა ალბათობით რომელი შედეგი მიიღწევა. მაგალითად, შემთხვევით სიდიდე რომ მქონდეს ორ კამათელი გავაგორე, რა რიცხვებიც გაგორ და შევკრიბე. და ეს რიცხვი არის ჩემი შემთხვევითი სიდიდე. ამის შესაძლო მნიშვნელობები არის მინიმუმ 2, მაქსიმუმ 12, ხო? და სხვადასხვა ალბათობები აქვს. ამ თითოეული ამ შესაძლო მნიშვნელობების დარეალიზებას. მაგალითად, ორიანი რო დაждდეს ჯამში, ამის ალბათობა არის 1/36, იმიტომ რომ პირველ კამათალზეც უნდა გაგორდეს ერთიანი, მეორე კამათალზეც უნდა გაგორდეს ერთიანი. როგორც წინ ერთ მაგალითში დავთვალეთ, ალბათობა იმისა, რომ ჯამში გაგორდეს 7 არის 1/6, რაც ყველაზე მაღალია კამათლებს მსგავს კომბინაციებს შორის. და ასე შემდეგ, ეს იქნება ჩვენი განაწილების აღწერა, შემთხვევით სიდიდის განაწილება. რა არის დისკრეტული განაწილება? დისკრეტული განაწილება ვამბობთ, რომ დისკრეტული განაწილება აქვს რაღაც შემთხვევით სიდიდე x, თუ მას შეუძლია მხოლოდ სასრული მნიშვნელობების მიღება. როგორც იყო მაგალითად კამათლის შემთხვევაში. 2-დან 12-ის ჩათვლით იყო ის მნიშვნელობები, რომლის მიღებაც შეეძლო ორ კამათალზე გაგორებული რიცხვის ჯამს, ხო? აქ ეს სასრული ცოტა ბრჭყალებში ჩასასმელია, იმიტომ რომ რეალურად რაღაც სახის უსასრულო დისკრეტული განაწილებებიც არსებობს, მაგალითად ვაგდებ მონეტას და რა არის ალბათობა, რომ ეს ალბათობა კი არა. ჩემი შემთხვევითი სიდიდე იყოს კაცალი მონეტის აგდებისას ყავე მონეტა რომ ამოვიდეს გერბზე. ამ თითოეული ესეთი კაცთვის მე რაღაც ალბათობა ხომ აქვს, რომ რა არის ალბათობა, რომ ერთ მონეტას თუ ავაგდებ პირველი ამოვიდეს გერბი. რა არის ალბათობა, რომ ორი შემთხვევაშიც ანალოგიურად და ასე შემდეგ. მაგრამ მაგას მოდი არ გავეძიოთ. ჩვენ შეგვიძლია ფოკუსირდეთ მხოლოდ სასრულ მნიშვნელობებზე. და განვარტოთ შემდეგი რამ. შეგვიძლია განსაზღვროთ ალბათობის ფუნქცია, რომელიც გვეუბნება ესეთ რამეს. რაც პრინციპში ვთქვით განაწილების განმარტებისას. რა არის ალბათობა, რომ ეს კონკრეტული შედეგი დაგენერირდეს. და ეს ფუნქცია განმარტებულია ყველა რიცხვისთვის. თუნდაც კამათლისთვისაც კი კამათალზე 1-დან 6-მდე მთელი რიცხვები გენერირდება, მაგრამ მაგალითად -1-ისთვის ეს ამ ფუნქციის მნიშვნელობა იქნება 0. იმიტომ რომ ალბათობა იმისა, რომ კამათელზე გავაგორებ -1 არის 0. ასევე რაღაც 17 ან რამე უცნაური რიცხვი. კამათლის შემთხვევაში იქნება 0. დანარჩენი 1-დან 6-მდე რიცხვებისთვის კი იქნება 1/6 ამ ფუნქციის მნიშვნელობა. თუ ერთი მარტივი შენიშვნა, რაც თავიდანვე განმარტებებშიც აღვნიშნეთ, არის რომ ამ ფუნქციის ანუ ყველა რიცხვზე რო ავჯამო ეს ფუნქცია, ეს უნდა იყოს 1-ის ტოლი. ანუ ჯამში რომელიღაცა რაღაცა ხდება. და მოდი აქვე გავივარჯიშოთ პატარა ამოცანაზე. წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს შემთხვევითი სიდიდე x-ი, რომელსაც აქვს დისკრეტული განაწილება. შემდეგი ალბათობის ფუნქციით, რასაც ინგლისურად probability function ქვია და ესეთი აბრევიატურითაც აღნიშნება ხოლმე. რომ ამ ფუნქციის მნიშვნელობა არის 1-დან 5-მდე x-ებისთვის x-ი, რაღაც კოეფიციენტ ჯერ x-ი, დანარჩენ შემთხვევაში 0. და ამოცანა გვეკითხება, რომ გამოვთვალოთ ეს მნიშვნელობა. როგორ გავაკეთებდით ამას? ცოტა დროს მოგცემთ, პარენ. ერთადერთი რაც ვიცით, ეს გამოყენებად შეგვიძლია, არის ის, რომ
ყველა შესაძლო ანუ ამ ფუნქციას თუ ავჯამავ ყველა შესაძლო x-ისთვის, უნდა მივიღო ჯამში 1, ხო? დი გავაკეთოთ ეს. ყველა შესაძლო მნიშვნელობა, სადაც fx აქვს არანულოვანი მნიშვნელობა არის 1-დან 5-მდე რიცხვები, ხო? დანარჩენ შემთხვევაში უბრალოდ არც ჩამოვწერ, იმიტომ რომ ნულებია. თითოეული ამ ფუნქციის შესაბამისი მნიშვნელობა არის f1 არის c-სტოლი, f2 არის 2 c-სტოლი და ასე შემდეგ. ამას თუ შევკრიბავთ, მივიღებთ, რომ 15c უდრის 1, ანუ შესაბამისად c უდრის 1/15-ს. ანუ იმისათვის, რომ ესეთი ფუნქცია იყოს რაიმე დისკრეტული განაწილების ალბათობის ფუნქცია, ამისათვის c უნდა იყოს 1/15-ის სტოლი. დისკრეტული განაწილებები ასთვის გავიგეთ, არსებობს უწყვეტი განაწილებებიც, რომლებიც ცოტა სხვანაირად არის განმარტებული, მაგრამ აქ ინტუიციის დონეზე შევეხები. თუ დისკრეტული განაწილების შემთხვევაში, როგორც მარცხენა გრაფიკზე ვხედავთ, შეგვეძლო ეს ალბათობები თითოეული მნიშვნელობისთვის გამოგვესახა როგორც რაღაც სვეტები, უწყვეტი განაწილებისთვის გვაქვს უფრო გორაკის ფორმა, რომელიც უწყვეტია, სახელიც მიგვანიშნებს ამაზე. და ამ შემთხვევაში წერტილისთვის, რაღაც კონკრეტული ერთი შემთხვევისთვის, კონკრეტული ერთი x-ისთვის კი არ განვსაზღვრავთ ფუნქციას, არამედ განვსაზღვრავთ რაღაც ინტერვალისთვის. ხო? აი თუნდაც კვადრატზე რომ მოვიყვანეთ მაგალითი, რომ თქვა რომ რა არის ალბათობა, რომ რაღაც კონკრეტულ წერტილში რაღაც კვადრატში დავაგენერებ წერტილს და რაღაც კონკრეტულ წერტილზე მოხდება, მაგის ალბათობა იქნება 0. მაგრამ მე თუ რაღაცა პატარა არეს მოვზომავ ამ წერტილის გარშემო, მაგას ექნება რაღაც მცირე, მაგრამ რაღაც განსაზღვრული ალბათობა. აქაც რაღაც მსგავსია. ოღონდ ამ შემთხვევაში ალბათობის ფუნქცია კი არ გვაქვს. გვაქვს ალბათობის სიმკვრივის ფუნქცია, რასაც ეძახიან probability density functions. და ვისთვისაც ეს მარჯვნივ სიმბოლო ინტეგრალი უცნობია, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ეს ნიშნავს ანალოგიურ აჯამოას, უწყვეტ აჯამოას a-დან b-მდე. ანუ იმისი ალბათობა, რომ ჩემი შემთხვევით სიდიდე x-ი ჩავარდება a-ს და b-ს შორის, არის ის ფართობი, რომელიც არის ამ სიმკვრივის ფუნქციის ქვეშ. ეგ გონი არ გამახვილებდა ყურადღება, რომ ეს აჯამოა a-დან b-მდე ნიშნავს ფართობის აჯამოას. და ანალოგიური განზოგადებით აქაც მთლიანი ფართობი ამ წირის ქვეშ უნდა იყოს 1 სტოლი. არის კითხვები? წინა კითხვაზე დაგიწერიათ პასუხი. ხო, 1/15 იყო. დაგვიანებით ნახე სწორია. თუ არა და შეგვიძლია ეს უბრალოდ ინტუიციის შექმნისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ ესეთი განაწილებებიც არსებობს. ერთ-ერთ მათგანს ცოტა მოგვიანებითაც გავიხილავთ. გადავიდეთ მაშინ შემდეგ ამოცანაზე, რომელიც ცოტა სხვა თემას ეხება. წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია. ინვესტორი განიხილავს $18 აქციებში დაბანდებას. და იცის, რომ აქციების ფასი 1 წელიწადში იქნება ამ თავის $18 დამატებული x-ი. სადაც x-ი არის რაღაც შემთხვევითი სიდიდე. და ვიცით ამ შემთხვევითი სიდიდეზე, რომ შეიძლება იყოს -2, 0.1 ალბათობით, 0 სტოლი 0.4 ალბათობით და ასე შემდეგ. რაც ნიშნავს, რომ რაღაც 0.1 ალბათობით ეს $18 გაუხდება $16, 0.4 ალბათობით არ შეიცვლება საერთოდ მისი ფასი და ასე შემდეგ. და აინტერესებს რას ჯობს ფულის აქციებში დაბანდება თუ ბანკში შენახვა, სადაც გარანტირებულად 5% ექნება ამონაგები. როგორ მიიღებთ ესეთ გადაწყვეტილებას? იქნებოდა ინტუიცია.
ეგიძლიათ პირდაპირ პასუხი მითხრათ. მე მირჩევნია, რომ ერთად ვიმსჯელოთ. ანუ აქ ინტუიცია არის, რომ წარმოვიდგინოთ საშუალოდ რა მოხდება საშუალო სცენარში. რაც იქნება უბრალოდ შეწონილი საშუალოს გამოთვლა, სადაც წონებს წარმოადგენენ ეს ალბათობები. შეგვიძლია უბრალოდ თითოეული მნიშვნელობა გავამრავლოთ თავის შესაბამის ალბათურ წონაზე, შევკრიბოთ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიდა, რომ პრინციპში განსხვავება არ არის. აქციების ყიდვასა და ფულის ბანკში შენახვას შორის. სამაგიეროდ ამასობაში ჩვენ ვისწავლეთ ესეთი რამე, რომ შემიძლია მე რაღაც შემთხვევით სიდიდის თქვათ განაწილება თუ ვიცი, ამაზე რაღაც მოლოდინები მქონდეს. ხო, რაღაც პროგნოზების გაკეთება შემიძლია. და მივადგეთ შემდეგ თემას, რაც არის მათემატიკური მოლოდინი. რომელიც განიმარტება ზუსტად ისე, რაც წეგან გავაკეთეთ, ყველა შესაძლო მნიშვნელობა, რომ გავამრავლო თავის წონაზე, მის ალბათობაზე, რა არის ალბათობა, რომ ეს მნიშვნელობა დარეალიზდეს და ესენი რომ შევკრიბო. ასე ვთქვათ, გავასაშვალო მნიშვნელობები შესაბამისი წონებით. ეს არის და ეს. ანალოგიურად უწყვეტი განაწილებისთვისაც იქნებოდა იმ შემთხვევაში ოღონდ ინტეგრალი არაფერი განსაკუთრებული. კიდევ ერთი შემდეგი თემა. განვიხილოთ თქვათ ორ სხვადასხვანაირ აქციებს ადარებს ინვესტორი. თქვათ აქციის 100 არის შემთხვევითი რიცხვი, რაღაც 25-დან 35 ინტერვალში, თანაბარი ალბათობით, დიაგრამაზეც მოცემულია მუქად. და ბესფასი არის 15-დან 55-მდე ინტერვალში, ასევე თანაბარი ალბათობით. და გვაინტერესებს რომელში ჯობია ფულის დაბანდება. მე მინდოდა რომ მაგალითად A მეტ გარანტიას გაძლევს, B მეტი მოგების შანსს. თუმცა საშუალოზე რო შემეხედა, რაც წეგან გავაკეთეთ, ორივე საშუალო იქნებოდა 30, ხო? რეალურად ჩვენ ახლა ამ კითხვას არ უპასუხებთ, რომელი ჯობია, იმიტომ რომ გააჩნია, რის ოპტიმიზაციას აკეთებთ, ხო? სამაგიეროდ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ ეგეთ რაღაცას, რომ მარტო მათემატიკური მოლოდინი არ არის საკმარისი, რომ ვიმსჯელოთ ესეთ განაწილებებზე და რამე სხვა მარტივი კრიტერიუმიც რო გქონდეს, კარგი იქნებოდა. ასეთი კრიტერიუმი არის ვარიაცია. ვარიაცია განისაზღვრება შემდეგნაირად. ვარიაცია არის შემთხვევითი სიდიდის საშუალოსგან დაშორების კვადრატის მათემატიკური მოლოდინი. ერთხელაც გავიმეორებ, რომ გავიაზროთ, რომ წარმოვიდგინოთ, რაღაც საშუალო ხო აქვს ამ ჩვენს შემთხვევით რიცხვს. და ამ საშუალოდან რენდომად დაგენერირებული შემთხვევით რიცხვი რამდენად არის გადახრილი, აი ამის კვადრატი მათემატიკური მოლოდინი არის ვარიაცია. მესმის ცოტა ჩახლართული განმარტება, მაგრამ ინტუიციურად ეს გეუბნება ეგეთ რამეს. რამდენად გაფანტული არის შენი მონაცემების საშუალოს მიმართ. რაც უფრო დიდია ვარიაცია, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ რაღაც მონაცემი რო ავიღო, ის შორს დავარდება ცენტრიდან. მასტათა ცენტრიდან. აქვე მოყვანილი მაქვს ალტერნატიული ფორმულა. ესე გამოთვლათ შეიძლება, რატომ არის ეს ჭეშმარიტი, ამის გამოყვანას არ დავიწყებ, თუმცა ეს გამოგვადგება შემდეგ ამოცანაში. და მანამ სანამ შემდეგ ამოცანამდე გადავალ, ვახსენოთ სტანდარტული გადახრაც, რომელიც არის ფესვი ვარიაციიდან. უბრალოდ კიდევ ერთი განმარტება. აი აქამდე თუ
არ გაქვთ კითხვები. განვიხილოთ ასეთი ამოცანა. შემთხვევითი სიდიდე x იღებს მნიშვნელობებს -2, 0, 1, 3, 4 თანაბარი ალბათობებით და თქვენ უნდა გამოთვალოთ მისი მათემატიკური მოლოდინი და ვარიაცია. და აქ მოგცემთ ცოტა დროს და გადავალ წინა სლაიდზე, რომ ვარიაციის ეს ფორმულა აქვე რომ გამომეტანა ის ფორმულა კარგი იქნებოდა. მაგრამ არა უშავს. ნუ ეს არის პირობა. ეს იყო ვარიაციის გამოსათვლელი ფორმულა. თუ გინდათ ჯერ საშუალო გამოვთვალოთ და მერე პრინციპში ეს გეტყვით გამოთვლებს. ანუ პირველი შემჩნევა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ რადგან თანაბარი ალბათობით გვაქვს ყველა მნიშვნელობა, ეს თანაბარი ალბათობები იქნება 1/5, ხო? იმიტომ რომ 5 სხვადასხვა მნიშვნელობა გვაქვს. შესაბამისად, საშუალოს გამოთვლა იქნება ხო, აქ ალბათ შეამჩნევთ, რომ მათემატიკური მოლოდინის მაგივად ხშირად საშუალოს ვიყენებ. 1 და 5. ახლოს არის ეს რიცხვები, მაგრამ სად ზუსტი არ არის. პრინციპში, ხო, საშუალო თუ არ იყო ზუსტი, ვარიაციაც ალბათ არ გამოვიდოდა. ხო, რას ვამბობდი? საშუალოს ბუნებრივად ვეძახი მათემატიკურ მოლოდინს, იმიტომ რომ პრინციპში მაგას წარმოადგენს. 2.9, 6/5. ოკეი, ნახოთ, ზუსტად არ მახსოვს რა არის ნამდვილი რიცხვები, ამიტომ შევამოწმოთ. როგორ გამოვთვლით მათემატიკურ მოლოდინს? მათემატიკური მოლოდინი იქნება ეს 1/5 შემეძლია ფრჩხილებს გარეთაც გავიტანო და უბრალოდ საშუალო ამ მონაცემების. იმიტომ რომ ყველა ეს მნიშვნელობა არის თანაბრად მოსალოდნელი. იმ დამხმარე ფორმულის გამოყენებით პრინციპში ჯერ უნდა გამოვთვალოთ x² მათემატიკური მოლოდინი, რაც იქნება უბრალოდ ეს მნიშვნელობები კვადრატში რო ავიყვანო. ესე გავასაშუალო. აქ 6 ეწერა ვიღაცას ხო მეგონა. და 5 იყო. და ვარიაცია იქნება x რო გამოვაკლოთ 1/2-ის კვადრატი. ხო, მე მგონი იქ პატარა ხარვეზე იყო მათემატიკური მოლოდინის დათვლაში, თორე 1 და 5 ახლოს გამოვიდოდა, ხო? იმიტომ რომ x უნდა გამოვაკლოთ მერე საშუალოს კვადრატი და საშუალო თუ 1 იყო, მივიღებდით 5-ს. მოკლედ ეს არის ძირითადად манипуляция, რითიც შეგვიძლია ამ გამოთვლის ჩატარება. აქვე მოდი კითხვები თუ არის აგეძიებით მაინც. ოკეი. აქვე უცებ ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე მარტივ ფორმულაზე, თუმცა დამტკიცების დეტალებში არ შევალთ. პირველი არის ის, რომ თუ გვაქვს n-ცალი შემთხვევითი სიდიდე, რომელთა მოლოდინის განსაზღვრულია, მაშინ ამ შემთხვევითი სიდიდების ჯამის მოლოდინი იქნება ამათი მოლოდინების ჯამი. და სადაც აქ აუცილებელი არ იყო დამოუკიდებლობა. ეს მახსოვს და ვარიაციების შემთხვევაში აქ უკვე გვაქვს ეს პირობა, რომ ეს შემთხვევითი სიდიდეები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები იმისათვის, რომ მათი ჯამიც ასე პირდაპირ შეიკრიბოს. ასევე რაღაც წრფივი გარდაქმნა, რომ მოვიგონო, თქვა, თუ მაქვს x შემთხვევითი სიდიდე, x-ისგან გავაკეთე რაღაც y შემთხვევითი სიდიდე, ისე რომ უბრალოდ გავამრავლე რიცხვს და რაღაც რიცხვი დავუმატე, რას გამოიწვევდა ეს მათემატიკური მოლოდინის შემთხვევაში ეს გამოიწვევდა იმას, რომ
პრინციპში რო შეხედოთ გრაფიკზე საშუალოს, ხო? ეს საშუალო გაიზრდებოდა იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ყველა წევრი გავზარდე და რაღაც რიცხვი დაემატებოდა, ანუ გადაჩოჩდებოდა კიდევაც. შესაბამისად ეს არის გამოხატული მესამე ფორმულაში. მეოთხე ფორმულას რაც შეეხება რა მოვიდოდა ვარიაციას. აი თუ დავაკვირდებით ვარიაციას თავის განმარტებიდან გამომდინარე არ აინტერესებს სად არის საშუალო. ვარიაცია უყურებს საშუალოს მიმართ გაბნეულობას მონაცემების. შესაბამისად, აი ეს B-ს დამატება არაფერს აცვლის, იმიტომ რომ B-ს დამატება არის უბრალოდ მონაცემები რომ მქონდა გრაფიკზე, ამათი გადაჩოჩება გვერდზე, რაც განაწილების მხრივ ვარიაციის კუთხით არ ცვლის არაფერს. რაც შეეხება გამრავლებას, ეს კვადრატულად შეიცვლება, იმიტომ რომ ვარიაციაში თუ გახსოვთ იყო ვითვლედით მანძილს შემთხვევით სიდიდან მასთან ცენტრამდე, ხო? უბრალოდ მანძილის კვადრატს. შესაბამისად მანძილი თუ გაიჭიმა, მანძილის კვადრატი კვადრატული კოეფიციენტით გაიზრდებოდა. ამ ფორმულებს გაგახსენებთ ცოტა ხანში, როცა ნორმალურ განაწილებას ავხსნით. თქვით მათემატიკური მოლოდინი, თქვით ვარიაცია, ასევე უნდა ვახსენოთ კოვარიაცია. კოვარიაცია ამ შემთხვევაში ძალიან ღრმად ყურადღების გამახვილებას არ მოგთხოვთ, უბრალოდ მინდა რომ გაგებული გქონდეთ ეს ტერმინები. კოვარიაცია არის ჩათვალეთ ვარიაციას რო ვითვლიდე, ოღონდ ორ სხვადასხვა განაწილებაზე ერთდროულად. ანუ ნახულობდე პირველი განაწილების შემთხვევით სიდიდე როგორ არის დაშორებული თავის საშუალოდან და ამავდროულად მეორე განაწილების შემთხვევით სიდიდე როგორ არის დაშორებული თავის საშუალოდან. და პრინციპში ამ ფორმულას თუ დაუკვირდებით, საკუთარ თავთან კოვარიაცია გამოდის იგივე რაც ვარიაცია. და როგორც წეგან ფორმულებში ვნახეთ, ვარიაციების პირდაპირ შეკრება არ შეიძლება. ვარიაციები უნდა იყოს, ეს შემთხვევით სიდიდეები უნდა იყოს დამოუკიდებელი ამისთვის. თუმცა იმ შემთხვევაში დამოუკიდებელი არ არის, მაგისთვის არსებობს ესეთი ფორმულა, სადაც იქნება ანუ მიღებული შედეგის ვარიაცია იქნება სალკეული ვარიაციების ჯამს დამატებული წყვილად კოვარიაციების ჯამი. ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ კორელაცია, რომელიც პრინციპში არის ნორმალიზებული ვარიაცია. იმიტომ რომ თუ შეხედავთ ეს სიგმა x და სიგმა y წარმოადგენს სტანდარტულ გადახრებს x განაწილებისთვის და y განაწილებისთვის. ხო, ანუ ზემოთაც რაღაც კოვარიაცია გვაქვს კვადრატული წევრი და ქვემოთაც მაქვს კვადრატული წევრი, ორი ცალი წრფივი წევრის ნამრავლი, ხო? ანუ რაღაც მხრივ დავანორმალიზეთ ეს ჩვენი სიდიდე. და მტკიცდება, რომ ეს კორელაცია არის -1-დან 1-მდე, რაც ამ ნორმალიზებით მიიღწევა. რაც ბევრად მარტივია სამშელოდ. მაგალითად, მე რო ვთქვა ორ განაწილებაზე, რომ მათი კოვარიაცია არის არ ვიცი 1500, ეს არ გეტყვით არაფერს, მაგრამ მე რო ვთქვა, რომ რაღაცების კორელაცია არის 0.6, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, ხო? და კონკრეტულად რას ნიშნავს? ამის დანახვა შეგვიძლია აი ბოდიში მაგალითად შემდეგ სლაიდზე. სადაც დადებითი პრინციპში კოვარიაცია და კორელაცია ხო რეალურად ერთ იგივე რაღაცას აღწევს. ოღონდ კორელაცია უფრო რიცხვებზე მსჯელობის საშუალებას უკეთ იძლევა. მაგალითად დადებითი კოვარიაცია გამოიხატება მარცხენა ფოტოზე პირველი გრაფით, სადაც ერთნაირად არის განაწილებული ეს ნიშნულობები. უარყოფითი კოვარიაცია გამოიხატება მეორე მხარეს
დახრილი, ასე ვთქვათ, ამ წერტილებით. სუსტი კოვარიაცია იქნება უბრალოდ გაბნეულობის, თუ ეს ორი ცვლადი ერთმანეთთან კავშირში საერთოდ არ არის. მაგალითად, ახლა დადებითი კოვარიაციის მაგალითად რაც შეიძლება მოვიყვანოთ არის, რომ ნახო რა სიმაღლე არის ადამიანი და რა ზომის ფეხსაცმელი აცვია. ამ სიდიდეებს შორის დიდი ალბათობით იქნება რაღაც კორელაცია. იმიტომ რომ უბრალოდ თვითონ ადამიანი არის დიდი. ჩვენ ორი სხვადასხვა რაღაც გავზომეთ, თითქოს ორი სხვადასხვა მონაცემია, მაგრამ ამ გრაფიკებზე ერთ მხარეს იქნებოდა ერთი მონაცემი გადაზომილი, მეორე მხარეს მეორე მონაცემი. აი მარჯვენა გრაფიკზე კი უკვე არის კორელაციის მატრიცა, რასაც დარწმუნებული ვარ ხშირად ნახავთ ამ კურსის განმავლობაში, რაც რაღაც სხვადასხვა ასე ვთქვათ, ფიჩერებს ეძახიან ხოლმე, რაღაც მახასიათებლები მონაცემების როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან ამის დასადგენად გამოიყენება. ამასობაში შევამჩნიე, რომ ჩემთან ცოტა ჩამოფნელდა, უცებ ამონთებს შუქს, ამასობაში თქვენ მოიფიქრეთ რამე კითხვა თუ გაქვთ. ესეც ასე. ბატონო, კითხვები არ ჩანს და მივადექით. სანამ გადავალ ნორმალურ განაწილებამდე. ერთი მაგალითი გამახსენდა. ხშირად კორელაციაზე ვისაუბრებ უბრალოდ, კოვარიაცია, მისი ესე მშობელი, ასე ვთქვათ. კორელაციას ხშირად ურევენ ხოლმე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებში, როცა რაღაც მოვლენებს აკვირდებიან. რომ მაგალითად ეს ორი მოვლენა თუ კორელაციაში ერთმანეთთან, ეგ უნდა ნიშნავდეს, რომ ერთი იწვევს მეორეს. რაც თქვია კაუზაცია. რაც ასე არ არის. და მიზეზ-შედეგობრივობის დადგენა რთული ამბავია და ამის საილუსტრაციოდ შემიძლია ესეთი მაგალითი მოგიყვანოთ. რომ წარმოიდგინოთ ერთი ცვლადი იყოს რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი, ვიღაც კონკრეტული ადამიანი და მეორე ცვლადი იყოს რამდენი დაბადების დღის ტორტი აქვს ნაჭამი ამ ადამიანს. ეს ცვლადები ბუნებრივია რომ რაღაც კორელაციაში იქნება, იმიტომ რომ რაც მეტხანს ვიცხოვრე, მით მეტი დაბადების დღე მქონდა და მით მეტი დაბადების დღის ტორტი ვჭამე. მაგრამ ამ შემთხვევაში ცხადია, რომ დაბადების, დიდხანს სიცოცხლე იწვევს ბევრი დაბადების დღის ტორტის ჭამას, მაგრამ უბრალოდ რაღაც ცოტა უცნობ მონაცემებზე რომ შეგვეხედა, შეიძლება ეგრე მარტივად არ ყოფილიყო საქმე და გამოგვეტანა არასწორი დასკვნა, რომ დაბადების დღის ტორტების ჭამა სიცოცხლეს ახანგრძლივებს მაგალითად. ამიტომ ეგეთ რაღაცებთანაც ხილად უნდა ვიყოთ. კორელაცია ნიშნავს კავშირს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ერთი მოვლენა იწვევს მეორეს. კარგი. შემდეგი თემა არის ნორმალური განაწილება. და ამ განაწილებას დარწმუნებული ვარ, ბევრგან შევხვდებოდით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სტატისტიკის ერთ-ერთი ბურჯი არის ნორმალური განაწილება. და რომ არ დაგაბნიოთ ამ ფორმულამ, ეს არის უბრალოდ როგორც ვთქვით, უთყვეთ განაწილებების შემთხვევაში ალბათობის სიმკვრივის ფუნქცია რო განსაზღვროთ, იმით შეგვიძლია უკვე რაღაც განაწილებაზე ვისაუბროთ, ხო? და ქვემოთ არის მოყვანილი ფორმულა რაღაც ნორმალური განაწილების ალბათობის სიმკვრივის ფუნქციისა. სადაც როგორც ხედავთ, ეს ფუნქციები ხომ არის ამ ფუნქციის არგუმენტი არის ის მნიშვნელობა, რასაც ეს განაწილება მიგენერირებს, ხო? x-ი.
მაგრამ აქ შევხედოთ, რომ μ და σ კვადრატის მიწერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ნორმალური განაწილება არის პარამეტრიზირებული ნორმალური განაწილება. იმიტომ რომ ესეთი წირები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უსასრულოდ ბევრი. მაგალითად, გადააჩოჩოთ აქეთ იქიდან, წარმოიდგინოთ, რომ წვრილია, ან უფრო დაწვენილი. ხო, ეს μ და σ კვადრატი, რომელიც არის ამ ნორმალური განაწილების საშუალო და ვარიაცია შესაბამისად, წარმოადგენს პარამეტრებს აი ამ წირის, რომელიც განსაზღვრავს ნორმალურ განაწილებას. რაც შეეხება სტანდარტულ ნორმალურ განაწილებას, სტანდარტული ნორმალური განაწილება არის განაწილება, რომლის ნორმალური განაწილება, რომლის საშუალო არის 0, ანუ ღერძის მიმართ სიმეტრიულია და ვარიაცია არის 1 სტოლი. შესაბამისად, ბევრად მარტივი ფორმულა გვექნება მისი PDF-ის, ანუ probability density function-ის. და აქვე შემოგაპარებთ ერთ ტერმინს კიდევ, რაც არის კუმულაციური სიმკვრივის ფუნქცია, რომელიც CDF-ით აღინიშნება. ეს უბრალოდ ნიშნავს მინუს უსასრულობიდან რაღაც კონკრეტულ წერტილამდე ფართობს. PDF-ში ხო საუბარი გქონდა, ანუ ალბათობით შეხო განსაზღვრავდით, რომ რაღაც ნაჭერს ვიღებდით ამ უწყვეტი განაწილების, რას უდრის ეს ფართობი და ვამბობდით, რომ ეს არის ალბათობა. ეს კუმულაციური ალბათობა არის, რომ რაღაც მინუს უსასრულობიდან x-მდე დაგროვებული ფართობი. ამას გავიხსენებთ, ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას. და უბრალოდ იმისათვის, რომ რაღაც სტანდარტიზაციის ოპერაცია ჩავატაროთ, ანუ ნორმალური განაწილებიდან რომ ნორმალურ სტანდარტულზე დავიდეთ, საჭირო არის, რომ უბრალოდ ეს ჩვენი ცვლადი, ამ ჩვენ ცვლადს გამოვაკლოთ μ და გავყოთ σ-ზე. ეს არის და ეს. იმიტომ რომ თუ დააკვირდებით წინა ფორმულას, აი აქ ზუსტად x - μ გაყოფილი σ-ზე გვაქვს. კარგი. მოდი გავაკეთოთ ესეთი მარტივი ამოცანა. რომლის პრინციპი რიცხვების გამოთვლას არ მოგთხოვთ, მაგრამ ცოტა ხანი თუ დაფიქრდებით, კარგი იქნება. ვთქვათ, x არის ნორმალურად განაწილებული შემთხვევითი სიდიდე, რომლის საშუალო არის 5, ხოლო სტანდარტული გადახრა 2. რისი ტოლი იქნება ალბათობა, რომ ამ ამ განაწილებით შემთხვევით შერჩეული რიცხვის მნიშვნელობა იქნება 1-დან 8-მდე. ამისათვის შეგვიძლია გავუკეთოთ ამ ნორმალურ განაწილებას სტანდარტიზაცია, რაც გულთხოვს იმას, რომ x-ზე კი არ ვისაუბროთ, ვისაუბროთ x - 5 გაყოფილი 2-ზე, რომელიც უკვე ლამაზად არის განაწილებული. შესაბამისად, მოცემული უტოლობა გადაიწერება შემდეგნაირად და გვექნება, ანუ აქ z-ით აღნიშნავენ ხოლმე სტანდარტული ნორმალური განაწილების შემთხვევით სიდიდეს. ანუ უკვე ამოცანა დავიდა იმაზე, რომ სტანდარტულ ნორმალურ განაწილებაში რა არის ალბათობა, რომ შემთხვევით სიდიდის და ჩავარდება -2-დან 1/9-მდე. და რატომაც ვახსენე, ის კუმულაციური ფუნქცია არის ის, რომ მე თუ ამ ნებისმიერი ნორმალური განაწილების დაყვანა შემიძლია სტანდარტულ ნორმალურ განაწილებაზე და თუ ამ სტანდარტული ნორმალური განაწილების წინასწარ დავთვლი იმ ფართობებს, მე პირდაპირ შემეძლება, რომ რაღაც ცხრილში მოვძებნო ეს მნიშვნელობები ამ ფართობების და ამის დახმარებით გამოვითვალო სასურველ ამოცანებზე პასუხი. მაგალითად, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს რეალურად ფართობი -2-დან 1/5-მდე, ხო? ნორმალური სტანდარტული განაწილების შემთხვევაში. რაც იგივეა, რომ მინუს უსასრულობიდან 1/9-მდე ფართობს, რომ გამოვაკლოთ მინუს უსასრულობიდან 2-მდე ფართობი. მინუს უსასრულობიდან -2-მდე ფართობი. პირველი სიდიდის მნიშვნელობა არის φ
1.5, ანუ იმ კუმულაციური ფუნქციის მნიშვნელობა 1.5 წერტილში. ხოლო მეორე ფუნქციის მნიშვნელობა ეს არის მინუს φ-2, ხო? მაგრამ φ-2, როგორც ესე განმარტებული არ არის ხოლმე ცხრილებში, იმიტომ რომ მარტივად შეიძლება მისი გამოსვლა φ2-დან. ამას შეხედეთ ესე, რომ მარცხნივ მინუსსასრულობიდან -2-მდე რაც არის ფართობი, იგივეა რაც მარჯვნივ 2-დან +-სასრულობამდე. და პირიქით. ამიტომ ესე შეიძლება ამ ამოცანაზე ესე შეგვეძლო პასუხის გაცემა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რის გამოც ნორმალური განაწილება არის საყურადღებო არის ის, რომ ძალიან ხშირად გვხვდება რეალურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ბუნებრივად, არამედ მეორეულ შედეგად. ესეთი რაღაცას რო განვიხილოთ. რო განვიხილოთ რაღაც შემთხვევით სიდიდე x-ი, რომლის საშუალო არის μ, ხოლო ვარიაცია σ კვადრატი. და რო განვიხილოთ ასეთი n-ცალი შემთხვევითი სიდიდის საშუალო. რაღაც y, რომელიც იქნება ამ შემთხვევითი სიდიდეების ჯამი გაყოფილი n-ზე, ხო? მაშინ საკმარისად დიდი n-ისთვის y არის ნორმალურად განაწილებული შემთხვევითი სიდიდე μ საშუალოთი და σ კვადრატი გაყოფილი n-ზე ვარიაციით. ეს არის ის მომენტი, სადაც გამოგვადგებოდა ფორმულები მათემატიკური მოლოდინის და ვარიაციის შესახებ. როგორც თუ გახსოვთ შეკრებისას ამ x-ების ჯამის მათემატიკური მოლოდინი ხო გაიზრდებოდა n-ჯერ, იმიტომ რომ n-ცალს ერთნაირს დაუმატებით ერთმანეთს, მაგრამ მე რო კოეფიციენტზე ვყოფ, ისევ გაიყოფოდა n-ზე, ამიტომ საშუალოს არ დამშემეცვლება ამ გარდაქმნის შედეგად. რაც შეეხება ვარიაციას, ამათ ესენი დამოუკიდებელი სიდიდეები, ამათ თუ შევკრებდი, მივიღებდი n-ჯერ არსებულ ვარიაციას, n-ჯერ σ კვადრატს, მაგრამ მე ამას რო n-ზე როგორც კოეფიციენტზე ვყოფ, უნდა გავყო n კვადრატზე, რადგან როგორც ვთქვით, ვარიაციის კოეფიციენტზე გამრავლება კვადრატულად დაისახება ამ ვარიაციაზე. შესაბამისად მივიღეთ σ კვადრატი გაყოფილი n-ზე ვარიაცია. ხო და აი აქეთ ილუსტრაციაც იმისი, რომ რაღაც ესეთ შემთხვევით სიდიდეებში, მოკლედ თავს იჩენს ხოლმე ამ ცენტრალური ზღვარდი თეორემის გამო ნორმალური განაწილება. მოდი გავაკეთოთ ერთი ამოცანაც. ანდაც მოდით, სანამ ამოცანაზე გადავალთ, მანდ გკითხავთ. სადღაც დაახლოებით შუაში ვართ, შეიძლება ოდნავ მეტი გავიარეთ, ვიდრე შუა. როგორ ფიქრობთ, პატარა შესვენება ხომ არ გირჩევნიათ? სანამ განვაგრძობთ. შეგიძლიათ ერთით იმაღლა დაბლა. კი ბატონო. 5 წუთი? კარგი, მოდით ამოცანის პირობას წავიკითხავ. და შევისვენოთ და დაუბრუნდეთ ამ ამოცანით. თქვათ განვიხილოთ ესეთი ამოცანა. რაღაც დეტალის დამზადებას საშუალოდ სჭირდება 2 საათი, ხოლო სტანდარტული გადახრა არის 2.5 საათი. რა იქნება ალბათობა იმისა, რომ 200 საათში დამზადდება მინიმუმ 100 დეტალი. აგიტოვებთ ამ ამოცანას და 5 წუთში დაგიბრუნდებით.
მე დაგიბრუნდით, როცა მზად იქნებით, რაიმენაირად მანიშნეს და ნოქსოთ. მგონი მეტი შოქი არ მაწყენდა ერთდროულად. აი, სხვებსაც დაველოდოთ ცოტა ხნით. ერთ წუთში განვაგრძობ. ამოცანის პირობა გასაგებია, ხო? თუმცა ბუნებრივია ესეც მესმის, რომ ესე პირველად ახსნილ კონცეფციებზე ამოცანების ამოხსნა ერთბაშად შეიძლება რთული იყოს. ამიტომ ხო, ჩემთვის პირადად ძალიან ბევრი ახალი ტერმინი იყო და ცოტა ვერი. გინდა ბარემ სანამ შესვენება გვაქვს რამე კონკრეტული მკითხო? არა, მასე არა, ახსნა გავიგე უბრალოდ იმდენი რაღაც ახალი ერთად იყო. ცოტა დაკავშირება მიჭირს და მე ნელ-ნელა რას დოკუმენტებსაც გადავხედავ და მესმის ხო, ცოტა რთული არის რაღა დაგიმალო და ალბათობოდა სტატისტიკა თვალსაჩინო საგნებად ისწავლება ხოლმე უნივერსიტეტებში და მე აქ ერთ ლექციაზე რო ვცდილობ რომ მიმოხილვა გავაკეთო, არ არის მასტივი ამოცანა. მაგრამ ხო, ან თავარია რაღაც ტერმინები დაგამახსოვრდეთ, რაღაც ინტუიციები შეგექმნათ. ესეც იწერება ეს ლექციაც შეგიძლიათ დაუბრუნდეთ. შეგიძლიათ ემეხმიანოთ ლექციის მერეც რამე გაუგებარით რო იქნება. მაგის საშუალება გვაქვს საბედნიეროდ. კარგი, დაუბრუნდეთ ამოცანას. ესე იგი, დეტალის დამზადებას საშუალოდ სჭირდება 2 საათი, სტანდარტული გადახრა არის 0.5 საათი. რა არის ალბათობა იმისა, რომ 200 საათში დამზადდება სუმცირე 10 დეტალი. პირველ რიგში, ასეც გავამახვილებ ყურადღებას, რაც არის საინტერესო, არის ის, რომ წარმოიდგინე, არ გვაქვს ეს დეტალების დამზადება რანაირად არის განაწილებული. არავის არ უთქვამს დეტალები, ესე დეტალების განაწილების ტიპი ესეთი განაწილება არისო. ხო? სამაგიეროდ ვიცით, რომ რაღაც რაოდენობას თუ გავასაშუალოებთ, მასზე უკვე შეიძლება როგორც ნორმალურ განაწილებაზე, ხო? ეგ რაოდენობა როგორც წესი 30-ზე მეტი უნდა იყოს ხოლმე. იმისათვის, რომ ცენტრალური ზღვაერთის თეორემა გამოვიყენოთ. აი, გადავიდეთ უფრო მეტ დეტალზე. ჩვენი შემთხვევით ისე შეგვიძლია იყოს ესეთი რამე. რა დროს სჭირდება ერთ დეტალის დამზადებას. და რაღაცა განაწილება, რომელსაც საშუალო აქვს 2 და სტანდარტული გადახრა 0.5. ხოლო კითხვა შეგვიძლია დავსვათ ესე ცოტა შემოვაბრუნოთ. რომ რა არის ალბათობა, რომ 100 დეტალის დამზადებისას საშუალოდ 2.1 საათზე მეტი არ დაიხარჯება. ისე კი არ ვიკითხოთ, რომ 200 საათში რამდენი დეტალი დამზადდება. პირიქით შემოვატრიალოთ, იმიტომ რომ შემთხვევით სიდიდეც მსგავსი გვაქვს მოცემული, ხო? და შეგვიძლია განმარტოთ მეორე შემთხვევითი სიდიდე, რომელიც იქნება საშუალო ამ 100 დეტალის. 100 დეტალის დამზადების დროის. და დავსვათ კითხვა, რა არის ალბათობა, რომ ეს ახალი შემთხვევით სიდიდე y ნაკლებია 2.1-ზე. განვაგრძოთ ვიცით, ესე იგი x-ისთვის პარამეტრები, განვარტეთ y და გვაქვს კითხვა დასმული y-თან მიმართებით.
Y იქნება ნორმალურად განაწილებული ანალოგიური საშუალოთი, ანუ 2-ით და სტანდარტული გადახრით, რომელიც არის ფესვი სტანდარტული გადახრით კი არა. სტანდარტული გადახრა კი არ დამეზე რა ქონდა, ამაზე რა ვარიაცია ხომ მგონი. კარგით, ახლა ვარ დაგაბნიოთ არჩევას სწორებ ამას სლაიდზე, მაგრამ ეს გაიყოფოდა 10-ზე, იმიტომ რომ აქ ჩათვალეთ ვარიაცია მიწერია და არა სტანდარტული გადახრა ნორმალური განაწილების ფრჩხილებში. ოკეი. შესაბამისად ნორმალიზება რო გავუკეთოთ ამ ჩვენ Y ცვლადს. მექნება რო გამოვაყო თავის საშუალო და გავყო სტანდარტულ გადახრაზე, მექნება ეს სტანდარტული ნორმალური განაწილების სიდიდე. და შემდეგ უკვე შემიძლია ანალოგიური φ მნიშვნელობა ნახო სტანდარტული ნორმალური განაწილების ელში. მე რატომღაც მახსოვდა, რომ ერთით მეტი თემა ქონდა დარჩენილი. მაგრამ როგორც ჩანს მივადექით ბოლო თემას. ხო, აქ პატარა შენიშვნას გავაკეთებ, რომ აი ეს ვარიაციას და სტანდარტულ გადახრაზე რაც თქვი, სავარაუდოდ პატარა ხარვეზია აქ რიცხვებში, მაგრამ მაგას გავასწორებ სლაიდებზე და კლასრუმშიც დაგიწერთ, რა და როგორ უნდა ყოფილიყო. გადავიდეთ მაშინ შემდეგ თემაზე. რაც არის მაქსიმალური შესაძლებლობის შემფასებელი. ესეთი ტერმინი, რომელიც ქართულად დიდად არ შემხვედრია. ინგლისურად გვია maximum likelihood estimator. და რო გავიგოთ რას წარმოადგენს ის, განვიხილოთ ესეთი სიტუაცია, რომ მაგალითად ვიკვლევ რაღაც ლაბორატორიაში თაგვებს და მაქვს ამ თაგვების წონების განაწილება. და მინდა შეუსაბამო რაღაც, მინდა რომ მეტი დასკვნების გაკეთება შემეძლოს ამათ წონების განაწილებაზე. მანამდე რა ამოცანებსაც ვაკეთებდით, როგორც წესი იყო, რომ ნამდვილი პარამეტრი ვიცი, მაგალითად რაღაც მონეტას თუ ვაგდებ, ვიცი რომ 50-50-ზე დაჯდება და მე შემდეგ რაღაც ალბათობის კითხვას დავსვამ. ან კამათელს თუ ვაგორებ, ვიცი რომ თქვათ თანაბარი კამათელია, ხო? მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეგ რაღაცები არ ვიცით. ჩვეულებრივი რაც არ უნდა კარგი კამათელი აიღო, იმაზეც არ იცი რომელ მხარეს გაგორდება საშუალო სტატისტიკურად უფრო მეტჯერ. მონეტაზეც არ იცი იქ რაღაც კუთხე შეიძლება ჩამოტეხილი კონდეს და არ იყოს თანაბარი, ხო? ამიტომ ყოველდღიურობაში ეს ძალიან ხშირად დგას საკითხი, რომ აი ეგ პარამეტრები რაღაცნაირად შევაფასოთ. რომ გავიგოთ სინამდვილეში რა განაწილებაზეა საუბარი. ამ შემთხვევაში ამ თაგვების შემთხვევაში განხილულია მაგალითი, როდესაც ინტუიციურად ცდილობენ რომ მოარგონ ნორმალური განაწილება ამ თაგვების წონების განაწილებას. რაც პრინციპში შეიძლება არც იყოს მართალი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგ არის განხილული. უბრალოდ ეს maximum likelihood estimation უკვე მუშაობს მას შემდეგ, რაც ავირჩევთ რაღაც განაწილებას, გვჯერა რომ ამ განაწილებიდან არის მიღებული შედეგები და გვაინტერესებს პარამეტრების გამოცნობა. ამ ყველა განაწილებას რაღაც პარამეტრები აქვს, ხო და მაგ პარამეტრების შეფასება გვინდა. მაგალითად, რადგან ავირჩიეთ ნორმალური განაწილება, როგორ უნდა
შევუსაბამოთ ეს ნორმალური განაწილება და ჩვენი მონაცემები. ხო, მაგალითად ვიცით, რომ ნორმალურ განაწილებას ყველაზე მეტი მასა აქვს თავის სიმეტრიის ღერძზე, ხო, თავმოყრილი. ანუ რაღაც ლოგიკურია, რომ ერთმანეთის გასწვრივ იყოს ეს თაგვების მასები და განაწილების პიკი, ვთქვათ. ასევე ვიცით, რომ ვარიაციიდან გამომდინარე, რაღაც ძალიან გაბნეულები არ უნდა იყვნენ ეს მონაცემები საშუალოდან, ხო? ხო, ანუ არ არის აუცილებელი, რომ იდეალურად სიმეტრიულები იყოს ეს წერტილები, მაგრამ დაახლოებით უხეშად მაგ სურათს უნდა ქმნიდეს. აი მაგალითად, ჩვენ თუ შევხედოთ ესეთ ნორმალურ განაწილებას და ესე შევუსაბამებთ ერთმანეთს, აქ სადაც ჩანს, რომ არც სიმეტრია გვაქვს. იმიტომ რომ მარჯვნივ ბევრად მეტი წერტილი მოხვდა, ხო, საშუალოს მარჯვნივ და არც მასა და ცენტრს არ ეთანადება ამ განაწილების პიკი. რეალურად რასაც მდგომარეობს ეს მთლიანი პროცესი ამ პარამეტრების პოვნის არის, რომ განვიხილავ ყველა ესეთ განაწილებას და თითოეული ესეთი განაწილებისთვის ვითვლი რაღაც ქულას, ასე ვთქვათ. რაც არის არ მინდა რომ სიტყვა ალბათობა გამოვიყენო, მაგრამ აი ალბათ შესაძლებლობა რაღაც ესეთი likelihood, რაც არის ინგლისურად. რომ ამ მონაცემებიდან გამომდინარე ამ ნორმალური განაწილების რა პარამეტრები არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი. რაღაც ესეთი. და აი თითოეული ესეთი პარამეტრთა ჯგუფისთვის თუ გამოვთვლი ამ რაღაც ქულას, რომელ შემთხვევაშიც მექნება ყველაზე მეტი ქულა, ესე იგი ის განაწილება ერგება ყველაზე მეტად დარეალიზებულ მონაცემებს. და ეს შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ორი პარამეტრი აქვს ხო ნორმალურ განაწილებას, როგორც საშუალოს მიმართ, ასე სტანდარტული გადახრის მიმართ. ერთ წუთით. ხო, და რა არის შედეგი საბოლოოდ ამ ექსპერიმენტის, რომ აი ვიღაცამ რო გითხრათ, რომ ვიპოვე ესეთი შემფასებელი საშუალოსთვის ან სტანდარტული გადახრისთვის, ან სხვა ნაირი განაწილებისთვის შეიძლება რამე სხვა იყოს, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ეს ანუ იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილი საშუალო და სტანდარტული გადახრა იპოვეს. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ იმ მონაცემებით, რაც მათ ხელთ იყო, შეაჩერეს ესეთი პარამეტრები, რომელთათვისაც ყველაზე მეტად მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგების ნახვა. რაღაც ასეთი. რაც ბუნებრივია დამოკიდებულია ამ შერჩევაზეც. მოდი განვიხილოთ უფრო კონკრეტული მაგალითი და შეიძლება უფრო გასაგები გახდეს ეს პროცესი. მაგალითად, ავაგდეთ მონეტა 10-ჯერ, 7-ჯერ დაჯდა გერბი, 3-ჯერ დაჯდა საფასური. და მე მინდა შევაფასო როგორია ამ მონეტაზე გერბის მოსვლის ალბათობა სინამდვილეში. იმიტომ სინამდვილეში კი შეიძლება მონეტაზე ვიფიქრო რომ 50-50-ია, მაგრამ როგორც ვთქვით, სამყაროში იდეალური არაფერი არ არის. ამიტომ რაღაც შევასება მჭირდება, ხო? მონეტას შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონეტის დაგენერებულ შედეგს განსაზღვრავს რაღაც ერთი პარამეტრი, დავარქვათ თეტა, რომელიც არის გერბის მოსვლის ალბათობა. და 1 - თეტა იქნება შესაბამისად საფასურის მოსვლის ალბათობა. და ანუ რა არის ახლა ჩვენი მიზანი? არის რომ ჩატარებულ ექსპერიმენტზე დაყრდნობით გამოვიტანოთ რაღაც დასკვნები ამ თეტასთან დაკავშირებით. აი ეს შესაძლებლობის ფუნქცია, რაც არის likelihood function, განსაზღვრავს რამდენად შესაძლებელია რამდენად რომელ პარამეტრებს აქვს ყველაზე მეტი შესაძლებლობა იმ
მონაცემებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ. და ეს პრინციპში პროპორციულია თანადია იმისი, პირიქით რომ დამესვა კითხვა. ანუ რაღაც პარამეტრები რომ დამეფიქსირებინა და მაგ პარამეტრებისთვის ამ მონაცემების დარეალიზებას რა აქვს ალბათობა. ესეთი კითხვა რომ დამესვა. იმიტომ რომ მაგალითად მე თუ ავიღებ მონეტას, რომელიც 1000-ში ერთხელ ვარდება გერბზე და დანარჩენი ვარდება საფასურზე, ეგეთ მონეტას ექნება დაბალი შანსი, რომ 10 აგდებაში 7 ჯერ გერბი დასვას და 3 ჯერ საფასური, ხო მაგალითად. კარგით, ცოტა ფორმულები იქნება შემდეგ სლაიდებზე, მაგრამ არ შეგეშინდეთ, რამე გავუგებარით თუ იქნება მკითხები. ხო, ანუ ჩვენი შემთხვევით სიდიდი არის 1 სტოლი თუ დაჯდა გერბი, რასაც ვიღებთ θ ალბათობით და 0 სტოლი თუ დაჯდა საფასური, ეს მინუს θ ალბათობით. ანუ უფრო მოკლედ შეგვიძლია განაწილების ფუნქცია ჩავწეროთ θ ხარისხად x-ი გამოვლებული 1 - θ ხარისხად 1 - x-ზე. აქ x-ს აქვს თუ ორი მნიშვნელობა, 0 ან 1. 0-ს თუ ჩასვავთ ამ გამოსახულებაში მიიღებთ პასუხად რა გამოდის? 1 - θ-ს თუ ჩასვამთ 1-ს მიიღებთ θ-ს. ხო? და ეხლა თქვათ n-ჯერ ავაგდე მონეტა. ჩვენ შემთხვევაში n არის 10, ხო? n-ჯერ თუ ავაგდე მონეტა, ეგ ნიშნავს, რომ აი ეს ფუნქცია მოხდა დარეალიზდა n-ჯერ. ანუ ალბათობა იმისა, რომ ერთის კონკრეტული შედეგი დამჯდარიყო, იყო ეს ფუნქცია, ხო? და თითოეული x-ისთვის თუ მე ამ ალბათობებს გადავამრავლებ, მივიღებ მთლიანად აი ეს 10 მონეტის შემთხვევაში ესეთი შედეგი რომ დაგენერირებულიყო მაგის ალბათობას, ხო? რაც ასეთი განაწილებისთვის იქნება უბრალოდ მაგ შემოკლებლად წერია ნამრავლი ამათი. ეს დიდი p ნამრავლს ნიშნავს. და გვაინტერესებს θ-ს რა მნიშვნელობისთვის ექნება ამ ფუნქციას მაქსიმალური მნიშვნელობა. ხო? და იმისათვის რომ ესეთი რაღაცის მაქსიმუმი ვიპოვოთ, ეს ნამრავლი მაინც და მაინც მარტივი არ არის ოპერაციების ჩასატარებლად, ამიტომ ხშირად იყენებენ ხოლმე მსგავს ფუნქციებთან ლოგარითმს. რითიც ეს ნამრავლი გადაიწერება უკვე ჯამად. და წარმოებული ბევრს ალბათ გაგიგიათ, ზოგიც შემდეგ ლექციებში გაიგებთ, მაგრამ წარმოებული ეს მეთოდით შეიძლება უკვე ამ ფუნქციის ექსტრემუმის წერტილის პოვნა. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ესეთ ექსპერიმენტში, როგორც წესი, გამოდის, რომ ეს θ, ჩვენ მიერ შეფასებული θ, უნდა იყოს x საშუალო. ანუ 7 ჯერ თუ დაჯდა გერბი და 3 ჯერ დაჯდა საფასური, ჩვენ შემთხვევაშიც გამოვიდოდა ეს საშუალო, რაც არის 0.7. რაც რატო ველაპარაკეთ ამდენი, ხო, ძალიან ინტუიციური რაღაც არის, რომ 7 ჯერ 10 აგდებიდან 7 ჯერ თუ გერბი მოვიდა და 3 ჯერ საფასური, ვიტყვი რომ ხო, ყოველ 10-ში 7 ჯერ გერბი მოდის და 3 ჯერ საფასური. მაგრამ თვალსაჩინო მარტივადაც არ არის, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბევრად კომპლექსურ განაწილებებს, ბევრი პარამეტრია ჩართული. ეხლა ამ შემთხვევაში მქონდა ერთი პარამეტრი, მაგრამ შეიძლება იყოს პარამეტრების რაღაც ოჯახი. რომლებიც განსაზღვრავს ამ ფუნქციას. აი, მაგალითად, როგორც წინა შემთხვევაში ვნახეთ თაგვებზე, იქ მქონდა ორი პარამეტრი, საშუალო და სტანდარტული გადახრა, ხო? იქაც საცალკე მოგვიწევდა იმათი შეფასება. ხო. პრინციპში შეფასების ფუნქციაზე ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. რამე თუ არ გამომრჩა. ხო, როგორც წესი, ესეთ დროს ხოლმე მარტივი ფუნქციებისთვის მარტივია, ასე ვთქვათ, ამ ექსპერიმენტის პასუხის პროგნოზირებაც. მე თუ ვიცი, რომ რაღაც განაწილებას აქვს პარამეტრი, რომელიც როგორც წესი შეესაბამება ხოლმე საშუალოს,
ბუნებრივია, რომ ჩემი ექსპერიმენტის შემდეგაც თუ საშუალოს დავითვლი, ამ პარამეტრის კარგ შემფასებელს მომცემს, ხო? აქ მაქვს ერთი რიტორიკული კითხვა. შეიძლება და თუ არა შეფასების უკეთ გაკეთება, იმიტომ რომ ეს მაინც არის წერტილოვანი შეფასება, მაგრამ აი თქვენ რო გეკითხებოდეთ ვინმე მაგალითად ანალოგიურ შეკითხვას, რომ 10 ჯერ ავაგდე მონეტა, 7 ჯერ მოვიდა გერბი, 3 ჯერ საფასური. თქვენ იტყოდით დარწმუნებით, რომ ეს ყალბი მონეტაა? რაღაც თლად ეგრე მარტივი არ არის, ხო? მაგრამ თუ 1000 ჯერ ავაგდებდი მონეტას და აქედან 700 ჯერ დაждდებოდა გერბი და 300 ჯერ საფასური, მეტი და თავდაჯერებულობა მექნებოდა, ხო? და სამამსად ეს მოგზაურობა, ასე ვთქვათ, რაღაცების შეფასებაში აქ არ თავდება და სტატისტიკის დიდი ნაწილი სწორედ მაგაზეა. მაგრამ მე აღარ მაქვს მეტი თემა და მე მგონი თქვენც საკმაოდ დაგტვირთეთ ახალი ინფორმაციით. მაინტერესებს რამე კითხვა თუ გაქვთ ამ ბოლო ნაწილთან ან ზოგადად ლექციასთან, თემებთან. შემიძლია მარკ ტვენს მიაწერენ ხოლმე ასეთ სიტყვას. არსებობს სამი სახის ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკაო. ერთად, იმის თქმა უნდა და სავარაუდოდ, რომ როგორც აი დაბადების დღის ტორტების მაგალითზე გითხარით, შეიძლება სტატისტიკის სახელით მოტყუებაც და უბრალოდ გულუბრყვილობით შეცდომაში შესვლაც. მაგალითად ეს მიმი ძალიან მიყვარს ესეთ რაღაცას აღწერს, რომ ჩაატარეს გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, უყვარს თუ არა ხალხს გამოკითხვები. და 99.8%-მა უპასუხა, რომ კი, მე მიყვარს გამოკითხვები, 0.2%-მა უპასუხა, რომ არა, მე გამოკითხვებს ნაგავში ვაგდებ. და დაასკვნეს, რომ აი 99.8% ადამიანებსაც უყვარს გამოკითხვები. რაც რა თქმა უნდა მცდარი დასკვნა. უბრალოდ ამ ბოლო სლაიდით იმის თქვა მინდა, რომ ყურადღებით ყოფნა არის საჭირო სტატისტიკური აპარატების გამოყენებისას. თუმცა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი რაღაცებია. არ ვიცი, გისმენთ რამე კითხვები თუ გაქვთ რამე კომენტარი? ნებისმიერი უკავშირი. სლაიდების ბოლოს ასევე მივაბი ორი წიგნი, რომელთაც თავის დროზე მე ვსწავლობდი სტატისტიკას და ორი საკმაოდ კარგი YouTube არხი. მეორე არხი უშუალოდ უფრო კონკრეტულად სტატისტიკის თემებზეა. და პირველი არხი სავარაუდოდ ბევრმა ისედაც იცით, ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, მათემატიკის, ბევრი დარგის, ფიზიკის ნაწილისთვის ასევე და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის თემსაც გადასწვდა. საკმაოდ კარგი მასალებია. პრინციპში ჩემ მხრიდან სულ ეს არის, იმძლია კავთიშო გაზიადება. არ ვიცი, მაინც 30 წამი დაფიქრით, რამე კითხვა თუ ჩაგრჩათ, ბარემ ჯობია კითხოთ და გავიაროთ. თუ არა და შეგვიძლია დღევანდელი ლექცია დასრულებულად გამოვაცხადოთ. მოდით გავთიშავ ჩაწერას.